vengo da Napoli. მე აქ ნეაპოლიდან ჩამოვედი, ღვინის ექსპერტი ვარ და იტალიაში მომავალ სომელიებს ვასწავლი. ამ ფესტივალზე ვიზიტის მიზეზი ცნობის მოყვარეობა გახდა. ქართული ღვინის შესახებ აქამდე ბევრი რამ მსმენოდა და მინდოდა ის ადგილზე დამეგემოვნებინა. არ ვიცოდი, რომ საქართველოს რეგიონებში ამდენი მიკროზონაა, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული გემოვნური თვისებების ღვინოები იწარმოება. თქვენ ნამდვილად გაქვთ ღვინის წარმოების უდიდესი ისტორია და ტრადიცია, ამიტომ მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ეს ანტონიოა, ის იტალიიდან ჩამოვიდა და ერთ-ერთია იმ უამრავი სტუმრიდან, რომელიც ბოლნისში, ანუ ოქროსფერი ღვინის ქალაქში, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს დაესწრო. ანტონიოსთან ერთად აქ სპეციალური სტუმრები ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოვიდნენ. კერძოდ, ღვინის იმპორტიორები, ღვინის ექსპერტები, ბლოგერები და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები. თუმცა, ევროპელებთან ერთად ფესტივალს სტუმრები იაპონიიდანაც ჰყავდა. It's the second time to come here. ბოლნისში ამ ფესტივალს უკვე მეორე წელია ვესწრები. აქ ფთოვანებული ვარ ქართული ღვინით, განსაკუთრებით ტკბილი ღვინოები მომწონს. აქ უამრავი ადამიანია, გადასარევი ამინდი, მრავალფეროვანი ღვინოები, მოკლედ ფანტასტიკური გარემოა. აღსანიშნავია, რომ ბოლნისმა დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს უკვე მესამედ უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა კუთხის 60-მდე მეღვინეობა იყო წარმოდგენილი. მათ შორის როგორც მსხვილი მწარმოებლები, ასევე მცირე და საშუალო მარნები, საოჯახო მეღვინეობები, მოკლედ ყველა, ვინც ქვეყანაში ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს აწარმოებს. ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი იმითაა, რომ დღეს აღნიშნავთ რიგით მესამე დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს. ეს ჩვენთვის არის დიდი პატივი RMG-ისთვის, მისი პარტნიორებისთვის, იმიტომ რომ 8 წელია უკვე ამ პროექტზე მუშაობთ. მასშტაბები იზრდება 8 წელი ჩვენთვის თითქოს ბევრი არ არის, მაგრამ 8 წლის განმავლობაში დაახლოებით თვითონ ბოლნის რაიონში 60-მდე ღვინის მარანია უკვე და ადგილწარმოშობის ღვინის ესე იგი მეღვინეები, რომლებიც უკვე საერთაშორისო ასპარეზზე არიან გასული, ისინიც ამ დღევანდელ ფესტივალში მონაწილეობენ. ესე რომ მე ვფიქრობ, რომ მომავალი უკეთესი იქნება და ბევრად წარმატებული. დღევანდელი ღონისძიება ხაზს უსვამს, რომ საუკუნეების მანძილზე შექმნილი ტრადიცია კვლავ გრძელდება და არ მხოლოდ გრძელდება, არამედ იძენს უკვე ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, როგორც არის ეკონომიკური ღირებულება, იმიტომ რომ სამეწარმეო თვისებები, მისი ინდუსტრიალიზაცია ამ პროდუქტების არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი მხრივ ადგილობრივი მოსახლეობისთვის და მეწარმეებისთვის იყოს მონგების მომტანი და ასევე იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ესა თუ ის პროდუქტი, ძალიან მნიშვნელოვანია მისი წარმოება, მნიშვნელოვანია რომ მოგება მოქონდეს, ეს არის უნიკალური მახასიათებლების მქონე ადგილობრივი პროდუქტები, რომელიც უშუალოდ კონკრეტულ იმ მიკროზონაში მოიპოვება. ჩვენ წარმოვადგენთ ბოლნისის მონასტრის მეღვინეობას, რომელიც მდებარეობს ელიას მთაზე. ჩვენ ღვინოს ვაწარმოებთ 2015 წლიდან, მას შემდეგ რაც მონასტრის მშენებლობის დროს ადგილზე ვიპოვეთ ქვევრის ფრაგმენტები, რომელიც მე-5 საუკუნით დათარიღდა. ზოგადად ძალიან კარგია და მნიშვნელოვანია ადგილწარმოშობის ღვინის უფრო მეტად პოპულარიზაცია. ჩვენ სამი პოზიცია გვაქვს ახლა ამჟამად წარმოდგენილი: ქინძმარაული, წინანდალი და მუკუზანი. და ზოგადად ესეთი ფესტივალები და ღონისძიებები გვიწყობს ხელს, რომ მეტად პოპულარიზაცია გაუწიოთ ჩვენს ღვინოებს და გავაცნოთ ხალხს. სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში მონაწილეობასთან ერთად ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ღვინის კონკურსის გამარჯვებულებსაც გაცნობოდნენ. ფესტივალზე ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მფლობელი ღვინოები დასახელდა. ოქროს კატეგორიაში გამარჯვებული ღვინოები კი შემოდგომაზე იტალიაში მერანოს ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე გაიგზავნება. ეს ოქროს მედალი ამ ჩვენი კომპანიისთვის და ჩემი ღვინის მარნისთვის არის დაახლოებით მესამე თუ მეოთხე ოქროს მედალი. ადრედაც აქვს მიღებული ოქროს მედლები როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. გამაგებია ახლა ამ ჯილდოს გადმოცემისას, რომ ამ ჯილდო ოქროს მიმღები ის 10 კომპანია, რომელმაც ოქრო მივიღეთ, გავემგზავრებით იტალიაში, იტალიის დასაპყრობად, ფორცა იტალია. ღვინის ფესტივალი, რომლის წარმოდგენიც RMG-ია, წელს 3-ით დასრულებულია. თუმცა ცხადია, ტრადიცია გაგრძელდება და მომავალ წელს ბოლნისი, ანუ ოქროსფერი ღვინის ქალაქი, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის მწარმოებლებსა და ამ ღვინის მოყვარულებს კიდევ ერთხელ გააერთიანებს.